მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ მორიგი ვიდეოს ჩაწერას. ამჯერად გავარჩევთ Hello Prince-ის დარიგებებს და ბლომა დარიგებებია, მოდი დავიწყოთ პირდაპირ, გადავიდეთ საქმეზე და შევუდგეთ დარიგებების გარჩევას. ესე იგი, გვაქვს Poker Dome-ი, როგორც წინაზე, მქონდა რამდენიმე დარიგება Poker Dome-დან და ლიმიტი არის 25.50-ზე. წინადაც ახსენე ეს ამბავი, გაუწევდი რეკომენდაციას წინა ვიდეოს, სადაც Hello Prince-ის დარიგებები გავარჩიეთ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა და როგორც წინაზე ახსენე, ეხაც გავიმეორებ, რომ ეს ლიმიტი არის დაახლოებით 25.50-ზე დოლარი. როგორც არის, დაახლოებით ეგეთია, რუბლშიც, პლუს მინუს. NL50 ეძახიან ჩვეულებრივად ამ ლიმიტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის NL5000 ეგრე ოფიციალურად რუბლია, აქ ბლაინდებია 25.50 რუბლი. იქ არის 25.50 ცენტი რა და დაახლოებით ერთნაირად გამოდის. კარგი, წავედით. რიან 7-იანი cold call-ი. ეს ოპონენტი არის არასრული სტეკი და სავარაუდოდ არასრულ სტეკთან შევიდა, ასე ვთქვათ, უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში. ეხლა ბლაინდებზე, big blind-ზე ვიღაც ასევე არასრული სტეკი იჯდა, მაგრამ შეიძლება MSS-ის მოთამაშე იყოს, ეგ არ ვიცით. small blind-ზე მონიშნული ყავს მოთამაშე, ეს დიდი ალბათობით იქნება ბუსტის დარიგებები, როგორც ხვდები, ანუ სწრაფი პოკერის. სადაც აუცილებელია ესეთი ნოცების კეთება ოპონენტებზე, იმიტომ რომ ინფორმაცია დარიგებებზე მოთამაშეები ოპონენტები რახან იცვლებიან, ანუ რაღაც საბეჭდილებები მაინც გქონდეს ოპონენტებს და სრულიად ბრმად რო არ ვითამაშოთ. ნორმალური cold call-ია შეიძლებოდა ტრიბეთიც და fold-იც. ანუ სიტუაციურად ჩვეულებრივად 7-იანით სამივე ვარიანტი შეიძლება გავითვალისწინოთ. cold call-ი სიმართლე რო თქვა ყველაზე ნაკლებად მომწონს, მაგრამ სპეციფიკურად ოპონენტთან, ასე ვთქვათ, სასურველ ოპონენტთან თამაშისთვის კი ბატონო, შეიძლება გამოვაკლისით დაშვება. თან პოზიციაში ვართ. ფლოპი მოდის ალბათ ისეთი რითვისაც cold calls გავაკეთებთ ამ სიტუაციაში და აქ პოტბეთის წინააღმდეგ ალბათ რეიზი იქნება უფრო მისაღები ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ოპონენტი აშკარად ძალიან ძლიერ ხელს გვაჩვენებს და ძალიან ბევრი action killer-ი შეიძლება მოვიდეს turn-ი. კაროლი დამა იგივე 8-იანი 7-იანი, ანუ ძალიან ბევრი action killer-ი შეიძლება მოვიდეს ყვავი. შესაბამისად მე ოპონენტმა ან გადაგვისწოს, ან აღარ გადაგვიხადოს რა. შესაბამისად აქვე რეიზი იქნება ჩემი აზრით მისაღები, თან ოპონენტი ისეთი დიდი საიზინგით გამოდის, რომ სავარაუდოდ რაღაცას გვაჩვენებს, რაღაცა ყავს და იმ პატარა ინფორმაციას თუ დავეყნობით, რომ არასრული სტეკია და შეიძლება იყოს რეკრეაციული მოთამაშე, აქვე გავისტეკებოდით რა. ოპონენტი აგრძელებს აგრესიას და კი ბატონო, შვენიერი ოლინია. ბლანკი მოვიდა, გაგვიმართლა ბლანკი მოვიდა, ეხა აქ რო სიტყვაზე მოსულიყო რამე პირობითად 8-იანი ან 7-იანი, სავარაუდოდ ვეღარ გავისტეკებოდით ამ ოპონენტთან რა, მაღალი ალბათობით. ფლოპზე ეხა ძალიან ძლიერიც არ იყო ოპონენტი, ისეთი ძლიერიც არ იყო, როგორც გვაჩვენებდა. შეიძლება იდეაში კარლათიანი ამ ფლოპზე არ არის გადასარევი ჰენდი და დაყრას რაღაცა ტიპის სიტუაციებში ექვემდებარება თავისუფლად, მithumetes პოტბეთზე როცა დაგირეიზებენ, მაგრამ ჯერ ერთი ხო face-up არ იყო ოპონენტი, ანუ ხო არ ვიცოდით რა იჭირა, მაგრამ მეც ერთი რა, ამ ხენითაც მე მგონია რომ გაისტეკებოდა რა. მაინც გაჩოტია, წყვილია და საკმაოდ დიდი equity ჰქონდა თავისი გადმოსახედიდან, ალბათ იმისათვის რომ გასტეკილიყო ფლოპზევე. აქ ცხრიანები ისევ cold call-ი. აქაც ტრიბეთი უფრო მომწონს ცხრიანებით. მაგრამ შეიძლება აქ იჯდნენ მაგიდაზე მოთამაშეები, რომლებიც არსებობდა ინფორმაცია და დაუშვათ იმათი შემოშვება უნდა დარიგებაში და მაგიტომაც არ დაატრიბეთა, ეგეც მისაღებია რა, ეგეთი შემთხვევა. მაგალითად წვანეში მონიშნული თუ სიტყვაზე ფიშია, შეიძლება იმიტომ შევიდა cold call-ი, თუ იქნებ ფიში შემოეშვა რა. აბა მერე. კაი. ფლოპი მოდის, ნორმალური ფლოპია, ორი ჩეკის მერე მე მგონი ღირს აქ გასვლა, იმიტომ რომ
ბევრი რამე შეიძლება დავაველიუბეთოთ აქ, თან პრესო აგრესორმა რახან დაჩეკა, სავარაუდოდ დიდად ვერ მოედო ორ ოპონენტთან ეხა ამ ფლოპზე ნებისმიერი მოდება გამოვიდოდა რა. ოვერწყვილი გამოვიდოდა, ფლეში რო გამოვიდოდა, 10-იანი გამოვიდოდა. შესაბამისად სავარაუდოდ 10-და რა. და ჩვენ უნდა გავიდეთ აქ. ჩემი აზრით უნდა გავიდეთ აუცილებლად. ბევრი რამეს ვაველიუბეთებთ და ბევრი ისეთ თრეშს ვაყრევინებთ მოთამაშეებს, რომლებიც აი მაგალითად ისეთი თრეში როგორიც არის სამიანები და უშუალოდ აი ამ ოპონენტს ეჭიროს სამიანები, ხო? სამიანები არის ჰენდი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დავაყრევინოთ. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ თუ სამიანს არ მოედო, არაფერს არ გადაიხდის. და თუ სამიანს მოედო კიდე, მე გადაგვახდევინებ ჩვენ. ანუ არ გვაწყობს სამიანებთან თამაში. აი ეგეთი რამეა რა. შესაბამისად, აი დაახლოებით ეგეთი ტიპის თრეში რაღაცა vector სასტრიტეები, რომელიც აი ამ ოპონენტს აი overcall-ით რო big blind-ია შემოსული, ძალიან ბევრი თრეში უჭირავს, აი backdoor სასტრიტეები და უშუალოდ რაღაცა 8-იან, 7-იანი, 8-იან, 6-იანი რაღაც ეგეთები. აი ჰენდები, რომლებიც იდეაში არაფრის გადახდელები არ არიან, მაგრამ რაღაც equity მაინც აქვთ. და ის equity, ანუ უბრალოდ არაფერში არ გჭირდება, რომ ვანახოთ, ანუ რეალიზება მოახერხებინოთ რა. მაინც არაფრის გადახდელები არ არიან რა. თუ გადაგვისწრეს კიდე მე ჩვენ ვართ რაღაც გადახდელი რა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი წყვილი გვიჭირავს. კი ბატონო. თერნი ის არის რაც საჭიროა. აქ რეიზია თქმა უნდა. ხო. მოდი ერთი ოპონენტის სტეკი ვანახეთ, ნუ დიდი სტეკი აქვს ოპონენტს. full სტეკია ოპონენტი, ჩვენ ვაში deep სტეკი ვართ აქ. და რივერი მოდის საინტერესო ოპონენტი დონქავს და ამ დონქზე მე დავფუშავდი ეგრევე რა. და ეჭი მაგ ხა ჩვენი ჰიროც მაგას გააკეთებს. all-in, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ 5x-ი all-in არის და ძალიან დიდი all-in-ია და ძალიან ძლიერ ხელს აჩვენებს, ოპონენტმა რაღაცა ისეთი გათამაშების ხაზი ითამაშა და რივერი გადონქა, სავარაუდოდ გაფლეშა და გაუჭირდება ფლეშის გადაყრა, მიუხედავად იმისა, რომ გაწყვილებული ბორდია და მიუხედავად იმისა, რომ street flash-ი არის დახურული, ხო? ace-high flash-ი მაგალითად ეხლა რო ეჭიროს სიტყვაზე ოპონენტს რაღაცა ტუზ-x-ი, ტუზ ჯვარით, რთული გადაწყვეტილების წინაშე დგება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ფუში ნორმალური გადაწყვეტილებაა. ეხლა street flash-ი არ გვანახოს ოღონდ. ხო, არ არის street flash-ი, მაგრამ გასაგები, ეს ეხლა ნაცთან აი არანაირად ახლოს არ არის და snap fold-ი იყო მაგ სიტუაციაში ჩემი ეს ოპონენტი, იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი არის დახურული full house-ები, მეორე ერთი არის დახურული კაროლ ვალეძე street flash-ი და ვალეტრიანზე street flash-ი. რომელსაც ოპონენტი არ ბლოკავს. წავედით. ეხლა ჩვენს ჰიროს აქ აშკარად cold-call-ები ძალიან უყვარს რა. და გასაგებია. მაგრამ ეხლა ტუზკაროლის call-ით მიღება big blind-ზე კი, შეიძლება გქონდეს რაღაცა range-ი, რაღაცა პატარა ნაწილი cold-call-ით იღებდე და უშუალოდ იმას რა. ტუზკაროლს, მაგრამ აქ სიტუაცია არის როგორი, ნახე. ლიმპერია. მე არის იზოლირება რა. აქ ეხლა ტუზკაროლს დაქოლავ, ლიმპერი შემოვა. ნუ ეხლა დაყარა ლიმპერმა დავინახე ზეგან. მაგრამ ხშირად დაქოლავს ლიმპერიც და ხვდები მულტიპოტში ორ ოპონენტზე ტუზკაროლით და შენი equity, ანუ ისეთი არაფერი აღარ არის. უკვე ორი ოპონენტის წინააღმდეგ ტუზკაროლის equity ისეთი არაფერი არ არის რა. შესაბამისად, ჯობია აქვე გააკეთო raise-ი, სადღაც 3x-ი გადაარწა 15 blind-ამდე და უბრალოდ ორი fold-ი რომ მიიღო ხოლმე, აბსოლუტურად მისაღები იქნება შენთვის. იმდენი მკვდარი უკვე 7 blind-ია მკვდარი და 7 blind-ი რო გაიტანა უბრალოდ აი ესე ჩაოლებრივად ძალიან ნორმალური სიტუაციაა ტუზკაროლით რა. მაგრამ მეორეს ხრივ თუ ოპონენტი რაღაც გაგიზდის ან რაღაც არასრული სტეკია და ტუზკაროლით თავისუფლად გაისტეკები. გინერთან გინ მეორესთან რა. თან სავარაუდოდ ორივე ფიშები არიან და ტუზკაროლით თავისუფლად გაისტეკები. ორივესთან არანაირი პრობლემა არ არის და ძალიან პლუსშიც გაისტეკები სავარაუდოდ, იმიტომ რომ რავი, არ ამგონია რომ ერთი ფერის ტუზვალეც ან ტუზდამას ან რავი. სხვა ჰენდებს ესენი ყრიდნენ და უშუალოდ ტრიბეთებზე რა. ან დაქოლავენ ტრიბეთებს ან გაისტეკებიან. და რაღაცა სამიანებს თუ დაყრიან ან ხუთიანებს ეგ კიდე გაწყობს რა. ეგეთი თემაა. ან რავი თუნდაც ტუს 7-იანს და რაღაცას ხა ორნი არიან რა, რაღაცას მოედებიან ეგეთი პონტია ყოველთვის. ახლა ესეთი ფლოპი როცა მოდის გასაგებია. თერნი მithumetes. ესე იგი ფლოპზე რა ხდებოდა ბოდიში?
აი თვალი მომტაცა იმან რა ტრიფსმა და ვეღარ შევხედე რა ხდებოდა. ჩეკ-ჩეკი იყო, ხო? კი ბატონო, კი. ჩვენ არ ვართ პრეფლოპ აგრესორი, ჩვენ ვართ უბრალოდ კოლერი big line-ზე და ძალიან ხშირად ჩეკავთ რა თქმა უნდა ამ flops. დონქები შეიძლება, მაგრამ დონქები შეიძლება ხოლმე ეს ბორდი დონქისთვის არ არის კაი ბორდი რა. ეს უფრო ოპონენტის ბორდია და თან ისთემაა რომ ოპონენტი მაგალი ალბათობით ვერ მოხვდა ამ ბორდში, იმიტომ რომ ჩვენ ისე მოხვდით რომ სადღა უნდა მოხვედრილი იყო ოპონენტი და ამისგან დონქა არ იქნებოდა კარგი აზრი, ძალიან დიდი fold equity იქნებოდა რა. ოპონენტი გამოდის potbets ამ potbets-ის დარეიზება მე მგონი არ იქნება კარგი, იმიტომ რომ უკვე ისე გაბერა ოპონენტმა პოტი რომ უკვე ჩვენ თავისუფლად წამოვიყვანთ სტეკზე თან ისეთი მშრალი ფლოპია რომ რაღაცა სქერი ქარდებისაც დიდად არ გვეშიდია რა. კოლი უბრალოდ და ჩეკი თერნი რა სავარაუდოდ. კი ბატონო, აქ უკვე შეიძლება დაოლინება, აქ შეიძლება დაოლინება, იმიტომ რომ მაგ 올ინი, აი აქ 올ინი, ჩემი აზრით, ხო? აქ 올ინი უფრო სუსტი ფუში იქნებოდა, უფრო სუსტი ხელის რეპრეზენტაცია იქნებოდა. ვიდრე მაგალითად რივერზე დონკი რა. ხო და რივერზე ჩეკი კიდე საერთოდ არ არის კარგი იდეა ჩემი აზრით. იმიტომ რომ შეიძლება ოპონენტმა უბრალოდ უკან გაჩეკოს რაღაც ტუზდამა და იფიქროს რომ ის ჰაიზე გაიტანს რა და თერმზე კიდე შეიძლება და ის ტუზდამა დაიქოლა ფუში. აქ დონკია ხო ჩვენგან? არა, არ დაგადონკა. აქ უბრალოდ ძალიან ხშირად შევა ჩეკი მივიღოთ და უბრალოდ დავკარგოთ აი ეგ 1700 თუ რაც არის რა, რუბლი. ფულსუნი არ აქვს, უკვე ვთქვით, უკვე ვახსენეთ ვესპასიანის სიტყვები და კიდე გავიმეოროთ. ესე იგი ეს დამები რა თქმა უნდა თერმზე იყო კოლი, ითამაშე და სტეკზე, მაგრამ ნუ 10-იანიქსიც ან რამე ნებისმიერი ჰენდი, მაგრამ ვფიქრობ რომ ace high-სგან დავკარგავდით ხოლმე ხშირად რა ტუზდამა ტუზვალეტისგან დავკარგავდით ხოლმე values იქნება გამომდინარე რომ river-ზე გაგვიჩეკავდა და შესაბამისად აი უკვე რომ ოპონენტი ბანკზე მიმულია და რაღაცა ნახევარი სტეკი უკვე ინვესტიცია გააკეთა პოტში, შეიძლება დაფუშოთ ჰერნი, მოიფიქრებს რა თავის equity-ს და დაკვალავს რა რამენაირად, არ არის პრობლემა. უბრალოდ river-ზე როცა უპოზიციოთ რჩები, ძალიან უხერხული ხდება values მიღება რა. ან დონკით უნდა მიიღო value, ან კიდე გაუჩეკო და ილოცო რომ დაგიფუშოს თვითონ და არც ერთი გვაწყობს და არც მეორე, იმიტომ რომ დონკი river-ზე ძალიან ძლიერი ხელის დემონსტრაციაა, მაგან უკვე შეიძლება river-ზე გადონქვა, შეიძლება ace-i დააყრევინოს უკვე ოპონენტს რა. და ჩეკზე კიდე შეიძლება დაგვიჩეკოს. cold call-ი ისევ, ზოგადად მე ანუ post-flop-ის ვიდეოშიც ვილაპარაკე, cold call-ები მაინდა-მაინც მომგებიანი ის არ არის, ქმედება მიკროლიმიტებზე რა. იმიტომ რომ რეიგის მაღალი წნეხია რა. ზოგადად როცა ვატრიბეთებთ და დავუშვათ რაღაც მკვდარი ფული მოგვაქვს პრეფლოპზე, ეგ საკმაოდ კარგი შედეგია ხოლმე. როცა ვატრიბეთებთ და calls ვიღებთ ხოლმე, ხო? დავუშვათ მაგ შემთხვევებში ჩვენ ძალიან კარგ ხელსაყრელ სიტუაციაში ვხვდებით, იმიტომ რომ გვაქვს ხოლმე როგორც წესი ძლიერი ხელი, ვართ ხოლმე პოზიციაში, მით უმეტეს ახლა აი თუნდაც პირველ მეორე პოზიციაც რო ვთქვათ. კი, გასაგები არადინამიური პოზიციებია და თუ მაგალითად ამ სიტუაციაში ოპონენტი იცი რომ რაღაცა ნიტია მაგალითად და მარტო ძალიან ძლიერ ხელებს არ ეძებს დავუშვათ UTG-დან, MP-ზე შეგიძლია ტუზდამა პირდაპირ გადაყარო, ეგეც არ არის პრობლემა მომენტ რა. მაგრამ თუ მაინც თამაშობ, ჯობია დაატრიბეთო, იმიტომ რომ ჯერ ერთი უკრიდან ხალხი აღარ გინდა რომ შემოუშვა და heads up პოჩი დარჩე და multiples თავი აარიდო რა. მეორეც ერთი კიდე თუ დაქოლავს ოპონენტი რჩები პოზიციაში ძლიერი ხელით ტრიბეთ ბანკში, სადაც ძალიან ხშირად მოხდება რა, ოპონენტი დაჩეკავს, შენ ერთ მესამეც გახვალ და დაყრის. აი ეს მოხდება, აი ძალიან ხშირად 50% შემთხვევებში და უბრალოდ პოსტს აიღებ ხოლმე. ძალიან ხელსაყრელი რაღაცა ხდება რა. ძალიან ხშირად პოტში მოხდები. ოპონენტზე უკეთესი ხელი გექნება, ხო? იმიტომ რომ იმისი ტრიბეთის კოლის რეინჯი შევა ტუზდამაზე უკეთესი ხშირად არ იქნება. და თუ დაგაფორმეთებს კიდე, უბრალოდ თავისუფლად გადაყრი ამ ტუზდამას და როგორც წესია, ესეთ არადინამიურ პოზიციებში ოპონენტებს ფორმეთის რეინჯი მაინდა-მაინც დაბალანსებული არ აქვს და ძირითადად პრემიუმ რეინჯი გატრიბეთებენ, ისე გაფორმეთებენ. და მაგდროს რა პონტი არის, იცი? პირიქით მადლიერი უნდა იყო, რომ ტუზდამით რაღაც შარს აერიდე რა. ისეთ შარს, როგორც არის, უფრო უკეთეს ხელთან თამაში, მაგალითად ტუზკაროლთან, კაროლებთან, დამებთან, რაღაც ეგეთთან და იდეაში ჩვეულებრივად უბრალოდ 10 ბლაინდი, ნუ ამ შემთხვევაში დაჟე 8 ბლაინდი სიტყვაზე დაატრიბეთე, 8.5
გადაიხადე იმაში, რომ დარწმუნებული იყავი, რომ ოპონენტი შენზე ძლიერი იყო, ამ არადინამიურ პოზიციებში შენ თუნდაც უბრალოდ გადაყარე და გააგრძელე თამაში რა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ოფციაა ტრიბეთი და ზოგადად აი ბაზებსაც როცა არჩევენ რეგულარები, ხო, ხა ჩვენ ხა პოკერდომზე სავარაუდოდ ბაზას იძლევა ნეტა პოკერდომი, ეგ არ ვიცი. აი ისე დაწერე რა კომენტარებში. ბაზას იძლევა თუ არა პოკერდომი, მაინტერესებს რა, იმას ანუ ასე ვთქვათ, hold manager-ში გამოტანა თუ შეიძლება მონაცემების რა. მე მგონი უნდა იძლეოდეს. საბოლოო ჯამში მაგას ბაზას რო არჩევ, ტრიბეთი ყოველთვის აი ტრიბეთი ზოგადად ანუ ერთ-ერთი შემოსავლიანი ის არის ხოლმე რა. ქმედება ასე ვთქვათ რა. ტრიბეთით გათამაშებული ტუზდამები რო ნახო და ქოლით გათამაშებული ტუზდამები რო ნახო, დარწმუნებული ვარ ტრიბეთით გათამაშებული ტუზდამებში უფრო კარგი შედეგი იქნება რა, ნებისმიერ პოზიციებში. აი ხა აქაც აი უკვე როგორ ვართ იცი? ჩვენ კი მოვედეთ ფლოპს, მაგრამ აი ოპონენტის რეინჯზე უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე რაც ტრიბეთ ბოტში გვექნებოდა რა. ტრიბეთ ბოტში ხა მაგალითად ოპონენტთან ტუზების და კაროლების არ შეგვეშინდებოდა, თითქმის არასდროს. აქ ეხა ოპონენტი ეგრეთ წოდებული cap range ექნებოდა რა. აქ ეხა cap range არა აქვს, იმიტომ რომ ტუზები კაროლები range-ი აქვს ჩვეულებრივად. ტრიბეთის call-ში კიდე ტუზები კაროლები ექნებოდა, მაგრამ გაცილებით უფრო იშვიათად რა. ვიდრე ამ check raise-ში მაგალითად. push. flash card-ი მოვიდა დაფუშა ერთი მოდი ჩვენ დარიგებას უყუროთ იმდენი ვილაპარაკე მე ამ ტრიბეთ ბოტებზე ვაში რა მოხდა არ მიყურებია ესე იგი უბრალოდ cold call-ია ოპონენტი ჩეკავს ნუ გვაჩეკ რეიზებს იდეაში ჩეკ რეიზია ნუ არასასიამოვნოა მაგრამ გასაგებია რომ ეს ჩეკ რეიზი უნდა დავქოლოთ თერზე გაწყვეტდა 4-იანი იდეაში ამ 4-იანის გაწყვეტილება ნუ ბლანკია ოპონენტი აგრძელებს აგრესიას მოდის რივერი ფლეშ კარდი და ფლეშ კარდზე ფუშავს, ხო როგორც მივხვდი. ხო, ფლეშ კარდზე ფუშავს. ეხა ეს სიტუაცია ზოგადად ბლეფკეტში სათამაშოთ, ხო, ძალიან არახელსაყრელია რა. აი ეს ზოგადად მოწმენდელთაზე რო ავიღოთ, ანუ check raise bet-bet-ი საერთოდ როგორც წესი არის ხოლმე თან UTG range-ი თამაშობს, როგორც წესი value-ა ხოლმე რა. მაგრამ რაღაც ხა აქ მგონია რომ call-ი იქნება, იმიტომ რომ ეს დარიგება არ გვექნებოდა და აბა ვნახოთ რა იქნება ხოლმე, აბა call-ი და 2-7-იანი. კი ბატონო. არის ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ანუ check raise bet-bet-ი ეგ დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ძლიერ range აჩვენებს. ეხა არიან მოთამაშეები, რომლებიც მაგას ხედავენ და შესაბამისად 7-იანით ეხა sets ბლოკავდა და ანუ ოპონენტის დამას, ასე ვთქვათ, ისეთი range ანახა, რაც დამაზე ძლიერი იყო რა. ეხა აქ რაღაც leveling-ის თემაა, ანუ ოპონენტებმა ერთმანეთზე იცოდნენ რაღაცა თამაშის სტილთან დაკავშირებით და შესაბამისად იმან ძალიან კარგი გათამაშების ხაზი გაატარა ჩემი აზრით 7-იანით, ანუ ითამაშა აჩვენა ოპონენტს რაღაც ოვერწყვილი იდეაში ან ფლეში და რასაც იდეაში ოვერწყვილითაც და ფლეშითაც სავარაუდოდ ამ გათამაშების ხაზს გაატარებდა რა. ну check raise flop-ზე რო ეთამაშა დავხეთ flash დროთი, დავხეთ უს კაროლით, ტუზვალეტით, ჩოვლებროთ მასალოდნელი იყო და ну თერნი და რივერი რა თქმა უნდა დახურულ flash-ზე დაეფუშა, ხო? სიტყვაზე ჩოვლებროთ, ანუ კარგად გაატარა, მაგრამ სავარაუდოდ ჰიროსაც ჰქონდა ინფორმაცია ოპონენტზე და ამიტომაც ამჯერად ბლეფმა არ გაიარა. თუმცა ორივე მხრიდან საკმაოდ ნორმალურად არის, ღირსეულად არის შესრულებული ჩემი აზრით. ეს დარიგება განსაკუთრებით ამ ოპონენტის მხრიდან ეს ბლეფი ფიქრობ რომ კარგად არის გატარებული რა. ანუ საერთოდ ბლეფ გათამაშების ხაზი როცა მიყვავს, ხო? ლოგიკური ბლეფის გათამაშების ხაზი როცა მიყვავს. იდეაში ჩვენ არ გვეშინია იმის რომ დაგვიქოლავენ რა მაგ დროს. იმიტომ რომ რო დაგიქოლავენ, იდეაში შენ უმრავლეს შემთხვევაში მაინც ველი უკავს რა. ჩვენ ხო ყველა სიტუაციაში არ ვატარებთ ანუ ბლეფის გათამაშების ხაზს. შესაბამისად რო დაგვიქოლავენ, უბრალოდ ნახულობენ იმას რომ ჩვენ ზოგიერთ სიტუაციაში გვიჭირავს ხოლმე რაღაც არაადეკვატური ხელი. და მე რეგულარები ცოტა ნაკლებად გვენდობიან ხოლმე და ფიშები საერთოდ ჩვენზე უკვე ის არიან ხოლმე რა ანუ შანსი არამე დაგვიყარონ ფიშებმა ფიში რომ რაღაცა ფიშთან რომ ბლეფ ლინიას გაატარებ და დაგიქოლავს და ნახავს რომ ბლეფი გეჭირა აწი იცოდე რომ მაგ ფიშთან აღარ უნდა იბლეფო საერთოდ რა ანუ ზოგადად ყველას ვეუბნები რა გამომწერლად პირიქით
პატარა რამე აი სადაც რამე ხელს უკვე შევა მეორე წვილთან რაღაც ეგეთი შეიძლება 3 ბარელი დაავალიუბეთო იმიტომ რომ უბრალოდ ჯიბის რაღაც ხუთიანებს ან რაღაც ეგეს აღარ დაგიღრის აი ეს ტიპი ნიკო არის ტრენერია მაგარი კაი ტიპია ამის იმას გავჭითავ ერთი წამი ხა არხს აი აგერ ნიკო ერთი აი ესეთი არხი აქვს რუსულენოვანი ტრენერია კარგი ტიპია ძალიან აქვს რაღაცა სესიები ტელეგრამ არხიც აქვს ტრენერიც არის ოღონდ ჯიფსი თიმის ის თუ ხარ ჯიფსი თიმის ნიკით თუ თამაშობ სადმე და მარტო მაგ შემთხვევაში ატრენერებს რა ჯიფსი თიმის ნიკით თუ თამაშობ და რაღაც რეიქს გამოიმუშავებ ბევრს არაფერს პოსა თუ თამაშობ ეხა რაღაც კოინ პოკერზე თამაშობს და იმაზე ზოგადად ეს ტიპი არის ესეთი სტრიმი აქვს მაგარი კაი ტიპია ბევრი კაი რაღაცა ვისწავლე ამ ტიპისგან რა ანუ არის ისა იმედი არ ვწდები და მართლა ეგ არის ერთ წამი ხო აი ეს ჩავთვე ხა ისა პოკერ დომის სესია და ხო ის არის მართლა ეგ არის ეგ ნიკია მართლა კაროჩე ეს ტიპი არის ზოგადად მაღალი ლიმიტების რეგულარია რა და ანუ просто რაღაც მიქსავს ლიმიტებს და სადაც просто ეგ შენიევასება ძალიან მაგრამ ხანდახან 150 200.000 დარიგება უთამაშია თვეში ტიპს აი ამ იმაზე რა პოკერ დომის ბლიცებზე და VPN-ზე თამაშობ და კიდე ბლიცებს რა პოკერ კინგზე კარგი მოთამაშეა მართლა ტრიბეთის კოლი დამაათიანით ხო რავი არ არის მე მგონი ცუდი კოლი ვერ ვიტყოდი რომ აუცილებელია მაგრამ ცუდი კოლი არ არის რა პოზიციაში ვართ თუმცა ისეთი ცოტა არადინამიური სიტუაცია კი არის MP0 big blind კვატრიბეთებს მაგრამ ნუ დიპსტეკები ვართ ანუ ის არის გასათვალისწინებელი რომ დიპსტეკებში საერთოდ ვატრიბეთებთ გაზრდილი საიზინგით ახლა ამან დაგვატრიბეთა ჩვეულებრივი საიზინგით 4x-ით რა გაზრდილი საიზინგით რომ დავეტრიბეთავდნენ შეიძლებოდა ფოლდი მაგრამ ხო რახან ჩვეულებრივი საიზინგით დაგვატრიბეთა მით უმეტეს დიპსტეკებში დამაათიანი ალბათ აუცილებელი კოლი იყო რა კაი მე რა ხდება ფლოპზე აგზელებს ოპონენტი 1/13 აგრესიას 1/13 წინააღმდეგ შეიძლება ალბათ გარწელება საკმაოდ ნორმალური ხელი გვაქვს ორი ოვერკარდი გვაქვს პლუს გაჩოტები და ნუ გაჩოტი არა გვაქვს უბრალოდ ანუ ბექტორ სტრიტ დროები და ფლეშ დროები გვაქვს და ნუ საინტერესო თერნს ხშირად ნახავთ ხოლმე და ხშირად თერნზე ჩეკს მივიღებთ ხოლმე რა თან 1/13 აგზელებს უპოზიციო ტიპი აგრესიას შეიძლება რა დაკოლვა ეგ დროს აი ხა მივიღეთ ჰენდი რომელიც ადრეც ვახსენე ხოლმე და ეხაც ვახსენებ რომ ქვია დაბელ ბელი ბასტერი ანუ დაბელ ბელი ბასტერი იმიტომ რომ ანუ იდეაში ან დაბელ გაჩოტი შეიძლება დაუძახო რა იმიტომ რომ ორხრივი სასტეტეკი გვაქვს იდეაში ანუ 7-იანის გვისტრიტავს და ვალეტიც მაგრამ სხვადასხვა სტრიტებს გვაძლევს რა просто USD არა გვაქვს ანუ ზემოდან და ქვემოდან კი არ სტრიტავთ ანუ ვალეტი თუ გაგვისტრიტავს ან დამაზე გავსტრიტავთ და 7-იანი თუ გაგვისტრიტავს просто 10-იანზე გავსტრიტავთ ეგეთი თემაა რა ან სხვადასხვა სტრიტებს ვიღებთ ოპონენტი აგზელებს აგრესიას 3/4-ით და აქ უკვე ორხრივი სასტრიტე რა თქმა უნდა არ იყრება აქ უკვე რეიზის განხილვა შეიძლება ჩემი აზრით ისეთი საშიში ფლოპია რომ ფლოპი რაღაცა და ბორდია რომ ალბათ ოპონენტის მხრიდან ძალიან არაკომფორტული იქნება აქ არა აქ დაჩეკა და ჩვენ გავედით ბოდიში აქ დაჩეკა და ჩვენ გავედით ხო კი ბატონო და ხო სწორადაც გავედით და საიზინგიც ძალიან კარგია და რივერზე ჩაჭერას თუ აქვს აზრი რა ეგ თემაა და მე მგონი ყველა ვარიანტში აქვს აზრი ჩაჭერას იმიტომ რომ ოპონენტს აქვს ტრიბეთის რეინჯი კი შეიძლება ქონდეს ხანდახან 9-იანები 8-იანები სიტყვაზე მაგრამ ძალიან ხშირად ექნება რაღაცა ოვერპარები რომლებიც ძალიან არაკომფორტული იქნება აქ ალბათ რავი 3/4-ის მიღება ოლინი ძალიან კრეატიული არის ბაზარი არა 2.5 ბანკი ოლინი გამოდის რა უბრალოდ ეხო ფიქრობ იმაზე რომ აი დავუშვათ თუ ოლინი დააყრევინებს კი ანუ ფიქრობ რომ ოლინით უფრო დიდი ფოლდები გვექნება ვიდრე 3/4-ით სიტყვაზე რა
მაგრამ აი წესით 3-4-დანაც უნდა იმუშაოს, აი ესეთ ფლოპზე ტრიბეთის ქოლის რეინჯთან რაღაც ოვერპარა ალბათ ფლოპი რაღაცა გადავეკიდე და ბორდზე რაღაც ოვერპარა ალბათ უნდა დაყაროს, მაგრამ კი ოლინი რა თქმა უნდა უფრო დიდ fold equity-ს მოგწევს, მაგრამ უფრო ბევრად დიდი fold equity-ს საჭიროებასაც მოგწევს. ხო 4.5 ბანკს რო ფუშავ, მან ლამის ნახე, ანუ 50%-ზე მეტი კი არა და 50%-ზე მეტ შემთხვევებში გჭირდება ყველა ვარიანტში რომ დაგიყაროს, თორე კი არა და რა 50% შემთხვევაში გაცილებით მეტ შემთხვევებში გჭირდება რომ დაგიყაროს. ხო, არა, კარგი ფუში იყო. კარგი, ნუ ბლეფი, მოკლედ ჩვენი მხრიდან ბლეფი აუცილებელი იყო მაგ რივერზე და საიზინგი ძალიან კრეატიული და ისეთი იყო რა. მოკლედ იდეაში აი რივერის ჩაჭერას მანდ როცა აპირებ, ხო, ანუ შეიძლება ხოლმე რომ მაგალითად თერნი პატარა საიზინგით გახვიდე, დაუშვათ რა. მოდით ამ ისე ვიზარიგება გავაკეთოთ. აი ხა კი ძალიან კაი ბლეფი იყო და სტორი ბლეფი იყო, მაგრამ აი მაინც რაღაცა გადამეტებული რისკი მომეჩვენასავით, აი ცოტა აი ესეთი ეკონომიის სახით, აი აქ შეიძლება რაღაც 1/13-ის გასვლა სიტყვაზე, ამ 3/4-ის თუ 2/13-ის გასვლა რა, რაღაც დაუშვათ რაღაც 12-13 ბებე გასულიყავი. და დაგიქოლავდა რივერისთვის ცოტა პატარა პოტი იქნებოდა და მე რაღაც 2 ბანკის გასვლა სიტყვაზე ჩვეულებრივ შეიძლება და 150%-ის გასვლა. 150%-ის გასვლა რა, სიტყვაზე. კლიანტის ტეკით გარისკვა არ მოგიწევდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივე fold equity-ს შექმნიდი რივერზე რა. თუმცა მაგასის მინუსი ექნებოდა რომ როცა გასტრიტავდი ხოლმე სტექს ვერ წამოიღებდი, მაგრამ როცა გასტრიტავდი ხოლმე სტექს ვერანაირად ვერ წამოიღებდი, იმიტომ რომ ოპონენტი რაღაც ძლიერ ხელს არ გაჩვენებდა, რომ სტეკის გადამხდელი იყო რამე სიტუაციაში. ამდენს იმიტომ ლაპარაკობ მაგ დარიგებაზე, რომ მაინც ოპონენტთან იყო ნაცები რა, ცხრიანები, რუიანები, რაც full house-ია. თავიდან ეს დარიგება. ტრიბეთი კი ბატონო. 2 ქოლი. აგრესია გავედეთ, მივიღეთ ქოლი. ეს წაენიშნული არ ვიცი რა არის, მაგრამ რაღაც მაღალი ალბათობით ფიში იქნება და აი ეს ფუში მომწონს ძალიან მაგად რა. იმიტომ რომ უკვე პოტი იმხელაა, რომ აქ აი რა საიზინგი უნდა გახვიდე, რავი, ფუშის გარდა. იმიტომ რომ ოპონენტი ძალიან ხიად ექნება სასტრიტეები, საფლეშეები და ტოპწყვილები, ხო? იმდენი გადაიხადა, ტრიბეთი გადაიხადა ციუზე, მერე ფლოპი გადაიხადა და თერნზე მოვედით უკვე SPR-ი არის 1.5. ფუშია ეგრევე, აქ ძალიან ხშირად ვნახავთ რაღაც კაროლ ვალეტისგან ქოლს, ან დამაათიანისგან, ან რაღაც ეგეთისგან. ოთხიან ხუთიანი, ნუ ფლეშ დრო წავუვიდა თერნზე, დაჟე იმაზე უარესი ხელი ყავდა, ვიდრე მე წარმომედგინა, რაღაც მე ფლოპიდან რამე ეყოლებოდა და ანუ საერთოდ მესამე პარა ქონდა უბრალოდ ფლოპზე და ნუ თერნზე ფლეშ დრო წავუვიდა გასაგები. ძალიან კაი ფუში იყო თერნზე, სხვათა შორის ესეთი დარიგება იყო. წინა ვიდეოს გარჩევაზე, გამომწერის ვიდეოზე გავარჩიე, მსგავსი დარიგება იყო, სადაც თერნი იყო გასაფუში, მაგაზე ვილაპარაკე კიდევაც, ესეთი თერნის გაფუშვები ფიშების წინააღმდეგ უეჭველი საჭიროა ძალიან ხშირად. აქაც ისე იგივეს ვიტყვი, ტრიბეთი მირჩევნია calls, ოპონენტი აქ ახლა დიპსტეკები ვართ, ხო? თუ არა, ეს ის NLS-ია, ხო, ეს NLS-ია რა, იტოქში 50-100 რუბლი არის, ანუ NLS დოლარში რა. ცოტა რომ ასტეკებში ზიყავით, რავი, ტრიბეთი მერჩინა. calls კაროლ დამით ფლოპს მოვედეთ ორი ოპონენტი. აი ეს არის ხოლმე cold call-ის მინუსი ეს არის, რომ მულტიპოტებში ხვდებით ხშირად და ეს მულტიპოტები არის ძალიან მორტალი სათამაშო რა. რაღაცა ხო ხვდები რა მუღამში ვიძახი. ტრიბეთ ბანკში ხა მაგალითად 9-6-იანი ვერავის ვერ ექნებოდა რა და ეხა აი სიტყვაზე big blind შეიძლება ქონდეს რაღაც 9-6-იანი ან დამა 6-იანი ჩაულებრივად რა ხო ხვდები.
ასე ეგეთი ეხლა ანუ ამ სიტუაციაში კი არ აქვს, მაგრამ ისევ ამბობ რა, ზოგადად აი რენჯი აქვს რა ეგ ჰენდები. ძალიან ისეთი რეიზი მივიღეთ არასასიამოვნო. ჯერჯერობით ძალიან ძლიერი ვარ, თან ორი ფლეში დროდეს, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო რეიზი არის მაინც. რივერიც არ არის მაინც სასიამოვნო. რავი, რა შეიძლება ითქვას? ამო ნახოთ რა მოხდა. ნუ ძალიან ისეთი სიტუაციაა, რომ მოკლედ ჩვენი კაროლდამა ბლეფებს უგებს რა. ბლეფკეჩერია ჩვეულებრივი რა. value range-სან უეჭველი უკან ვართ რა. გასაგებია, ფლეშ დრო დავიდა ფლოპიდან. აი ვფიქრობ, რომ ესეთი ექსტრემალური ქოლების გაკეთება მარტო ინფორმაციით შეიძლება რა, ოპონენტზე თუ გაქვს ინფორმაცია რომ დავუშვათ. გამკეთებელია რაღაც მსგავსი რაღაცის, თან ფუში გააკეთა, ნუ პატარა ოვერბეთი, თუ პოტბეთი რა ჩათვალე. ხო. თერნიდან. თერნზე კი უკვე ძალიან ძლიერი რეინჯი გვაჩვენა, მაგრამ მაინც ორი ფლეში როდეს და გავყევით რა. მე მოდის ფლეშ კარდი, თან ფლეშ დროებს ჩვენი ჰენდითაც რო ბლოკავთ ზოთი, ეგ თემაც არის და აქ მარტო ესეთ სიტუაციაში ალბათ მარტო ინფორმაციით შეიძლება რა დაკოლვა ჩემი აზრით. მაგრამ აი მასეთ რთული გადაწყვეტილებების და რაღაცა მსგავსი, აი უბრალოდ იმის გამიდა რომ აი როგორ გამიჭირდა ძალიან ამ დარიგების და კომენტარება. იმიტომ რომ სიტუაციაა თვითონ ცოტა ისეთი უჩვეულო ჩემთვის რა, აი კატოსზე რო კაროლდამა cold-call-ით აქვს მიღებული, აი მე უკვე მაგდარიგების თამაში ძალიან მიჭირს. ახლა აქ რო ტრიბეტ ბანკი ყოფილიყო, ხო, სიტუაზე. აქ რო ტრიბეტ ბანკი ყოფილიყო, ტრიბეტ ბანკში დავუშვათ გავიდოდით ან გამოვიდო და ოპონენტი რა მნიშვნელობა აქვს, ხო, სიტუაზე. ანუ უკვე ამ თერნზე რო რეის მივიღებდით, აი ესო ტრიბეტ ბანკში მოხდარიყო, ხო? რავი, ჩვეულებრივად გავფუშავდით და ეგ იქნებოდა რა. არაფერი საფიქრალი და სანერვიულო აღარ იქნებოდა, აქ პირდაპირ დაფუშავდი და ეგ იქნებოდა რა. იდეაში ამ იმაზე single raise პოჩი შეიძლებოდა აქ დაფუშვა ძალიან დიდი წარმატებით რა. მაგრამ მაინც აი ვერაფერს რო ვერ გამორიცხავ ოპონენტის range-დან single raise პოჩი უბრალოდ პრობლემა არის რა. მაგრამ ისე აქ ქოლით მიღებას ეხა რო შევხედი ამ დარიგებას, აქ მაინც დაფუშვა მირჩევნია რა, იმიტომ რომ ორი ფლეშ დროდებს, კი მართალია მეუბლოკავ ფლეშ დროებს, კი მართალია ვალეტათიანზე გაისტრიტა. რისი ტრიბეტ ბანკშიც გაცილებით რო ნაკლებად შემეშინდებოდა, მაგრამ აქ მაინც ფუში. თუ რივერის დაყრას არ ვაპირებ, მაშინ აქ გავფუშავდი რა. ეგეთი თემა. ახლა ჯერჯერობით ისეთი სტანდარტული სიტუაციაა. ქოლი ფლოპზე საკმაოდ მისაღებია. ნუ ჩეკის მერე თერნზე მაინც არ დავჩეკავდი, გავიდოდი, იმიტომ რომ რახან გაჩერდა ოპონენტი, გაჩერდა ესე იგი რა. ან რაღაც პატარა შოუდაუნ ველიუ აქვს, ან დავუშვათ რაღაცა არაფერი აღარ აქვს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თუ გაჩერდა ოპონენტი და აღარ ბლეფობს, მაშინ მე თვითონ გავიდოდი. ნუ პატარა საიზინგით, მაგრამ გავიდოდი. ნახევარ პოტს შეიძლება ერთ მესამეც. კი ბატონო. მოდიში, რივერზე გავედით და ქოლი მივიღეთ. საერთოდ თერზეც არ დაეცემოდა ქენდრიკა. ზოგადად მაგას არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში შოუდაუნს რო ნახავთ ხოლმე, მე ისეთ პროცესს რაღაც ბონუს კომენტარს ვაკეთებ ხოლმე, ან მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ზოგადად ანუ აი მაყურებლისთვის რო თქვა რა. მთავარია ჩვენი რეინჯი როგორ მიყვავს და ჩვენი bet sizing-ი როგორ მიყვავს რა, თორე რივერზე რა, კი არა, შოუდაუნზე რა ვნახეთ, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კარგით, ვაგრძელებთ. სტანდარტულად big line-ზე რა თქმა უნდა ვიცავთ ესეთ ხელს. სულზე დაგვაჩეკ რეიზა. ქოლია უბრალოდ ხო, მეტი გაგრძელება.
და კი ბატონო, ესეთ თერზე ისევ ანუ მეორე ფლეში რო წავიდე ესეთ თერზე, თან ოპონენტი რაღაც ძალიან ძლიერ ხელს გვაჩვენებს. კი, შეიძლება წავიდეთ აქ რეიზზე რა. აი როგორი თემაა, იცი კიდე აი რის მიხედვით ისეთი გადატვირთული ფლოპია, რომ ოპონენტთან ძალიან დიდი ის იქნება. equity იქნება, ну თავისი განმსახურებიდან რა, ეხლა იმახო არის რომ full house-ი გადახურული. მაგრამ აქ შეიძლება ძალიან ბევრი action killer-ი წამოიღოს რა, რივერი, აი მაგალითად 9-იანი 10-იანი მით უმეტეს რამე ფლეშ რო დახუროს, ხო? და მე გაგვიჭირდეს რაღაცა values მიღება. ну მეორე მხრივ ოპონენტი მონიშნული ყავს, შეიძლება მანიაკია, ძალიან ისე აქტიურად უყურს ჩაჭირა და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა ქოლია. ისეთი კარტი მოვიდა, რომელიც თუ აგრესიულია ოპონენტი, რა თქმა უნდა, ბლეფისთვის ძალიან შესაძლებელია მაგისთვის. თუ პასიური ოპონენტია კიდე, ჩეკ პასია, ნებისმიერი ხელი, რომელიც შეიძლება თერზე გადაეხადა რა, ეგეთი თემაა. ანუ ინფორმაციაზეა რა, ძალიან ბევრი რამე აქვს დამოკიდებული. აბა რა გვანახა. გასაგები აქ გაუსტრიტა რა. და სხვათა შორის მაინდამეც ისეთი ხელი აღმოაჩნდა ოპონენტს, რომელსაც საუბრობთ თერზე დაგვიყრიდა, მაგრამ ესეთი ხელისგან პროსტა ეგეთ ჩაჭერას ნაკლებად ველოდებოდი. რეიზი ორი ქოლი. კი ბატონო. აქ ძალიან მოწოს აგრესიის გაგრძელება. ორი ოპონენტი როცა საერთოდ არ უნდა მოეფეროთ ჩვეულებრივად. მით უმეტეს საკმაოდ გადატვირთული ფლოპია. კი ბატონო, ძალიან კარგი. ძალიან კარგი არის რომ თერზეც გააგრძელე, აგრესია იმიტომ რომ პოტი უნდა გავბეროთ რამენაირად იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სტეკები გვაქვს და მაგის რეიზ რავი, მე კიდე გავუზრდი სიმართლე რომ თქვა არ მოვერიდებოდი რა. იმიტომ რომ ხშირად value იქნება მანდ და თუ თამაშობ ბარემ წავედი თერნზე რა. თუმცა პოზიციაში ხარ შეიძლება დაქოლო კიდევაც რა. ორი ბანკი, ესეც არის section killer-ებზე ვამბობ რა. ორი ბანკი all-in-ი. ანუ ამის იმედი წინასწარ ვერ გექნება რა და ფლოპზე კიდე ბევრი რამე იხდის. გასაგებია. აქ ზოგადად რაღაცა ხალხი აგრესიულად თამაშობს ეთქვა. მან დარიგებები დაემთხვევა. კი არა მე ვიცი ნიკოს რო უყურებ წეგან რომ ახსენე ეს იუთუბერი, აი კიდე აქ ის. ესეც თვითონაც რაღაც სულ ვერბეთებით და რაღაც აგრესიული. ზოგადად აგრესიული დინამიკა, თან ზუმია რა. ძირითადი ფული აქ კეთდება, ანუ წითელი ხაზით, ანუ showdown-ის გარეშე რა. წითელი ხაზი არის, რომელიც მაჩვენებელია showdown-ის გარეშე. ეხლა მაგალითად ნიკოს გრაფიკი რომ აქ ნახი, ანუ წითელი ხაზი მიდის მაღლა და მწვანე ხაზი მიდის 0-თან ახლოს. აი ეგეთი პირიქით გრაფიკი აქვს ყველა რეგულარულ მაგიდებზე რა. ამას აქ პირიქით, ანუ showdown-ის გარეშე აკეთებს ძირითად პროფიტს. ნიკოსთან გვაქვს დარიგება? წავედით. დაიწყო ბლაინდი. დაგვეც ჩეკრეიზა თერზე. თუმცა ეხლა აქ გასაგებია რომ ძალიან ძლიერები ვართ. ქოლი. ეს overbet push-ები და რაღაცები. აქ უეჭველი არაფერი არ ყავს მაგას. მაგრამ ეხლა მიგვირს რომ პროსტა აი ფლოპიდან რო ფლეშ რო აცდენილი არ არის მაგის ბოლომდე ჩაჭერა, საერთოდ კარგი რა. კი ჩვენ თვითონ ბლოკავთ აქ ფლეშს, მაგრამ აი ეს ამტივისგანაც ვიცი ეგ რო ანუ თვითონაც ეგრე უყურებს რა. ფლოპისგან რო ფლეშ რო აცდება ხოლმე, მაგ სიტუაციებში ბოლომდე ჩაჭერას ერიდება, იმიტომ რომ ის აქვს რა. ანუ ოპონენტს мотивация აქვს რომ აცდენ ფლეშზე დაგსოს ხანდახან რა ხვდები? ეგეთი პონტია. აქ ეტყობა ვერ მოუთმინა გულმა და ჩააჭირა. რა ქონდა ერთი. ვალიდათიანი. აი ესე თამაშობს ეს. აუღანდა ისე აი მაინც იცოდე ანტივის ბლომაცესია იმაქანახი ეგეთ სიტუაციაში ჩორვა შეიძლება აი ეგ გათამაშების ხაზი კაროლ დამეთად წაიყვანოს რა აი მაგ მონჩი რომ ძალიან ისე თამაშობს აგრესიულად და ხისტად თამაშობს მარტო სიტუაცია პოლარიზებას არ აკეთებს ანუ მარტო ნაცებს და იმას არ ათამაშებს ეგრე რა სიტუაცია ბლეფებს რაღაც საშუალო showdown value hand-ებს, საშუალო რაღაც value hand-ესაც ეგრე რაღაცა გიჟივით ათამაშებს ხოლმე რა და overbet-ებით და push-ებით რა.
იმიტომ რომ უკვე ბევრმა იცის რა მაგის გათამაშების სტილი და რომ კოლზე რომ ბლევსეს ვამეხშია და უკოლავენ და რაღაცა მაგით სარგებლობს და რაღაცა ეგეთი კაროლ დამაშება მან წაიყვანა ეგეთი გათამაშების ხაზი. არა კოლი იყავი ჩემი აზრით და ის თან მithometes. აი კი ასდენ ფლეშდას კი ბლოკაუდით, მაგრამ მაგ ოპონენტთან კოლი იყო ჩემი აზრით. ტოპ არა მან ძნელი დასაყრელი იყო ძალიან თან ბიგმანიძე ყავდი კოლით მიღებული და კაროლ დამა არ ეკნებოდა მათ. შანსი არა. მაგრამ აი სხვა სიტუაციებში მომობ რა. მან ახლა რუინას განახებდა გასაგებია, მაგრამ ოსტიკის მეცნობა ძალიან მაგრამ შენ ჩააგდე ანუ აი ამ ვიდეოს ავტორმა ჩააგდო იმას დარიგება ის გასტეკა რა ერთი ტრენერი გასტეკა ეგეთი იუთუბერი ტრენერი და ის იყო მაგასთან მე რაღაც კურსი მაქვს ნაყიდი ადრე და მაგასთან რაღაცაში ვემზადებოდი პოკერში და რაღაცა მაგ ტრენერთან ეგისა ბოგარტი იორკ ვაში განახეთ აი ამ ტიპზე ვამბობ ის არის რა იმაზე თამაშობს ხოლმე. ეხლა ჯიჯიზე თამაშობს, მაგრამ ისე იმაზე თამაშობს ხოლმე. რესტარზე და მან გასტეკა და ჩააგდო ვიდეო. აქ არ არის მე მგონი ვიდეო. ისეთი არაფერი საინტერესო არ იყო ის იყო რა. უბრალოდ რაღაცა ტოპწყილი ოვერწყულზე იყო. მოკლედ სტრიმერებს არ ინდობს. კაი, წავედით. ესე იგი ოფერეიზი იყო კატოფიდან და ჩვენ დავიცავით ბლაინდი. 1/13 კი ბატონო, კარგი ჩეკრეიზია. ჩვენ გავაგრძელოთ აქ ვერსია. მესამე ბარელიც გვაქვს რა. აი ეს ცოტა მურტალი ოლინია რა, მაგრამ თუ რამეა, ალბათ თერზე მივიღებდით რა, ფლეშებისგან და რაღაცებისგან უკვე რაღაც რეაქციას და ხო, კოლია რა, ჩვეულებრივად. ძალიან ძლიერი ხელი გვაქვს იმისათვის, რომ დავყაროთ. ეს ბლოკერზე ფუში. თუმცა რა ის ბლოკერის ეს არის გაწყვილებულ ბორდზე, მაგრამ გასაგებია. არა, ესეთი ფუში იყო რა. საკმაოდ ესეთი ფუში იყო ხა. მომენტ ჩვენ ამ სიტუაციაში ისეთ ძლიერ გათამაშების ხაზს ვანახებთ ოპონენტს, რომ ხო, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება თუ ტულზე დაგსვა შეიძლება და იფიქრა რომ ტულს დაგაყრევინებდა რა ხა აქ 6-იანსა დაგაყრევინებდა და მაგის იმედი სავარაუდოდ მაგასაც არ ექნებოდა და არ იყო ცუდი ბლეფი ალბათ რივერზე ფუში არ იყო ცუდი ზოგადად ეს რივერის ფუშები ზოგადად ველიუ რეინჯია მაგრამ უკვე ხალხმა ისწავლა ეგ და მიდის რა ზოგადად ეხლა ვატყობ რომ ამ ზუმში საკმაოდ აგრესიული დინამიკაა და არ მიგვირს იმიტომ რომ თუ ზუმია ესა თუ არ კი აი ზუმია ბუსტი აწერია რა ზუმია და ზუმში საკმაოდ აგრესიული დინამიკაა რა საკმაოდ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარიგებები ხდება, ასე ვთქვათ, რეგულარებს შორის. ანუ ეს შემთხვევით თუ გსვავს რაღაც იმაში. შემადგენლობაში ძალიან ხშირად ისეთი შემადგენლობა ემთხვევა, რომ უბრალოდ ფიში არ არის მაგიდაზე და მიდის ცოტა ერთმანეთის დაჭმა. მაგრამ ხო, ისე გამიგია ამ იმაზე ამ NL50-ზე, რომ საკმაოდ გარეგილი სასტავებიაო რა. ანუ მაინდა-მაინც კაიფილდი არ არის რა. იმიტომ რუსული რეზერვაციაა რა. უცხოელები მანდ არ თამაშობენ, მარტო რუსები თამაშობენ. რუსები რა, ანუ რუსულენოვანი ქვეყნებიდან რა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რა მარტივად რო ითქვას. ქართველები მეგონი ძალიან ცოტა ითამაშებენ. თუმცა ექშენი არის. თითქმის 24 საათი არის ექშენი NL50 ზუმი, რაც ნუ იდეაში საკმაოდ ბევრ მსხვილ რუმში, აი ფარტი პოკერზე მაგალითად აი არ არის ეგეთი რაღაცა. 24 საათი კი არა თითქმის საერთოდ არ არის ექშენი მაგ ლიმიტზე. აქ რა მოხდა? Crazy, squeezy, call. ძალიან ცუდი ფლოპია. აჰა. ძალიან ცუდი ფლოპია, ვერაფრით ვერ მოვედეთ მაგ ფლოპს. კი, ბაზარი არა, რაღაც პონჩი უფრო ჩვენი ფლოპია ვიდრე ოპონენტის რა.
კი, საკმაოდ კრეატიული დარიგებაა. მაგრამ მე მაინც ესეთ სიტუაციებში დაფუშვა მიყვარს, როცა რაღაც ეკვითი მაქვს რა, ანუ გაჩოტი მაინც რა სიტყვაზე. აქ ახლა ესეთი თემაა, რუინს დაგიჯერებს თუ არ დაგიჯერებს ოპონენტი რა. კი, მამედ რა არის დაუჯერებელი რუინში, მაგრამ მეორე ხრი პოზიციაში ხარ და რუინს სადეჩქარებაც არის რა. და კიდე ის არის, რომ ოპონენტი მაინც თავის კარტს უყურებს, ხა ბევრი ოპონენტი თავის კარტს უყურებს რა, და ახლა ტყუზები რო უჭიროს ან კაროლები. ზოგს შეიძლება გაუჭირდეს რა გადაღრა. ეხლა აქ მე მიჩვეული ვარ ზოგადად ძალიან პასიურ სასტავში თამაშს, აჭარაზე ვთამაშობ ეხლა და რაღაცა ეხლა ენელას ვთამაშობ და ცოტა 1-2 რეგულარი გაიჭდა ისეთი, მე გავარჩევ ჩემს ვიდეოს და ვილაპარაკებ მაგაზე, რომელიც რაღაც ცოტა GTO საიზინგები მიყავს ხოლმე რა. რაღაც სიტყვაზე ფორბეთ პოჩი სიტყვაზე 1/4-დი 1/13-დი ფუში შეიძლება გააკეთოს რაღაც ეგეთი საიზინგები და ანუ ცოტა მიკვირს ხოლმე რა, ანუ არ ვარ მიჩვეული ეგეთ ძირითადად ძალიან პასიური თამაში მიდის. ჩვეულებრივად ანუ ისეთი რა და უფრო მაგ ფილდებს ვარ ხოლმე მორგებული. აქ საკმაოდ აგრესიული თამაში მიდის, ასე ვატყობ. რეიზი ჩვენ დავატრიბეთეთ. კი ბატონო. მე გაჩოტი დაგვემატა. აი აქ თუ მაინც გადიხარ ოპონენტის all-in-ზე fold-ი მაინც აღარ აქვს და დაფუშვა ჯობია ჩემი აზრით რა. იმიტომ ტუზი მოვიდა, სქერი კარდია, flash draw შენ გაქვს, იმას ვერ ეკნება, იმას უნდა ქონდეს ეხა აქ რა სიტყვაზე რა, 10-იანია. ან რაღაც გავსცი ხო? რო დაგიყაროს ძალიან გაგისწორდება. შესაბამისად აქ უკვე დავფუშავდი მე ამ turns დავფუშავდი. აი წეღან როგორც overbet-ზე დაფუშე ჰენდი, აქ უკვე ბლესაც დავფუშავდი რა. დაახლოებით ეგეთი თემა. რა ქონდა ერთი ოპონენტს ძალიან დამაინტერესა. ანუ გასაგებია რომ ამ ტუდათიანს არ დაგვიყიდა, მაგრამ 10-იანი სწორად დავსვი რა ხელზე, ანუ ხან ტუდათიანი იქნებოდა და ხან ვალეტათიანი და 10-იანი რაღაც ეგეთი რასაც ალბათ დაყრიდა turns-ზე და ჩვეულებრივად turns-ზე წამოვიღებდით ამ პოტს რა და როცა არ დაყრიდა კიდე ის გვეჭირა, monster draw გვეჭირა და ეგეც არ იქნებოდა პრობლემა რა, ნუ დაყრიდა. ნუ ესე ტრიბეთი, შვენიერი, გადასარევი. აგრესიის გაგრძელებაც გადასარევია, ეგრევე ფუში მიიღე აქ და თან ოპონენტი ყავს მონიშნული და მე მგონი აქ ჩვეულებრივი easy call-ი გაქვს. კი, შეიძლება რაღაცა ძალიან ძლიერი დროები ქონდეს ოპონენტს აქ ან რაღაცა, მაგრამ ეს მონიშნული ყავს ოპონენტი, ხვდები რომ რაღაც აგრესიულ მოთამაშედ გიყოლება მონიშნული, ან მანიაკად ან ფიშად ან რაღაც ეგეთი. აბა რა ქონდა ერთი. ნუ ხო რა, მომდოდინე ხელი, კი, მაგისთან არ იყავი დაზღვეული, მაგრამ ეხლა რაღაცა კი, არა, ვიღაც დონქები აქ ჩვეულებრივად სტრიცაც განახებენ ხანდახან, არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც ტრიბეთ ბანკია, 6-იან 7-იანები ძალიან ბევრი არ არის ოპონენტის რეინჯი, მარტო ერთი ფერის 6-იან 7-იანებია. ისიც, ნუ ვიღაცა ქოლავს, ვიღაცა არა რა. ეს ოპონენტი დარწმუნებული ქოლავს, მაგრამ ნუ სხვადასხვა ფერის არ იქნება. არ უნდა იყოს ესეთ რა. აბა რა მოხდა? რანი თვაისი არ იყო ამჯერად და წამოვიღეთ. ეხა იქ წეგან ფუში რო იყო easy call-ია თქო თქვი, ანუ პასიური ოპონენტებისგან არ იქნებოდა easy call-ია თქო, უნდა ეს მონიშნული ყავდა ეგ ოპონენტი, მე მგონი როგორც აგრესიული მოთამაშე ხა, მე არ ვიცი რა ფელებში ყავს მონიშნული ეს ხალხი, მაგრამ ეგრე მივხვდი რა დაახლოებით ამ დარიგებებიდან და ისე პასიური ოპონენტიდან ეგ ფუში როგორც თქვი რომ დონკი მეთქი ვიღაც დონკს შეიძლება ქონოდა მეთქი 6-7-იანი თუ რაღაცა
კი, პასიურ ოპონენტებთან სეტებიც იქნებოდა, დოპერებიც და სტრიტებიც შეულებრივად. და რაც შეიძლებოდა. ან ძალიან ოპონენტზე დამოკიდებული სიტუაცია. როცა ინფო არ არის არანაირი ოპონენტზე ტრივედ ბანკში რო ეგეთ ფუშს იღებ, რავი. როცა მაგდენი მონოდინე ხელი იკითხება შეიძლება დაქოლო ალბათ. საკმაოდ ისეთი დარიგებებია, რა დასაფიქრებელი და გასარჩევი და რაღაც დარიგებებია. საინტერესო დარიგებებია რა. რაღაც მიმართულებებით ან ჩემ კომპეტენციას ან ცდება კიდევაც რა და ასე რომ რამდენადაც შემიძლია ვაკომენტარებ. იმიტომ რომ ესეთ აგრესიულ დინამიკაში დიდი გამოცდილება არ აქვს თამაშის სიმართლე გითხრა, ზუმში არ აქვს საერთოდ გამოცდილება თამაშის. ზუმი მიხსენებია რომ ძალიან განსხვავებული დისციპლინაა რეგულარული მაგიდებისგან რა. კი, ქეშია ორივე ეს ვიდეო ისტორიაში ჩოლირად უყურებ, მაგრამ ზოგადად ზუმი ცოტა განსხვავდება. კი ბატონო. კოლი. ჩეკი. სტეკი რა გვაქვს? ნუ სტეკი გვაქვს ისეთი რომ ფუში შეიძლება რა. საკმაოდ ძლიერი ხელი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ ოპონენტი ისეთ არაფერს არ გვანახებს, რამაც შეიძლება ფუში გადაიხადოს. მაგრამ აგაც ოპონენტი ძალიან გააჩნია, მაგრამ ვაფშე დიპსტეკები გვაქვს? ხო. ალბათ 1/13 იქნება უფრო. ანუ ის არის ოპონენტთან რაღაცა ნუ სიტყვაზე ტოზი რო დავეველიობეთო თან რამე. ფლეშ დროაც და შეიძლება რაღაც პოლარიზებული რეინჯი ჩვენება, მაგრამ ნახოთ აბა რა იქნება. ოკეი, ფუში. და დაკოლა და რა ქონდა. ხო, ანუ კი, ანუ შეიძლება და პოლარიზებული რეინჯი ჩვენება ნამდვილად ფუშით. ფუში არ იყო ეს უბრალოდ overbet-ი იყო. ხო, რაღაცა სტეკი დაიტოვა. ხო რა, იდოქში ის იყო ვარიანტი ნამდვილად. ჩვეულებრივ რაღაცა ნახევარი პოტის 2/13 რაღაც ეგეთის გასვლა შეიძლება და ანუ ეგ ისეთი პონტი იქნებოდა რომ რაღაცა 100% შემთხვევებში კოლს მიიღებდი რა ტუზისგან, ოღონდ გარანტირებულად რომ კოლს მიიღებდი და ფუშზე ცოტა ისეთი პონტი იყო რომ მაინც გადაწყვეტილება იქნებოდა რა, პირდაპირ არ დაკოლავდა და უკვე ცოტა ანუ დაფიქრების საკითხია რა, დაუშვათ ის გირჩევნია რომ ოჭველი ქოლი მიიღო თუ ის გირჩევნია რომ ოპონენტი რაღაცა ძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენო და დაუშვათ უფრო სამაგერო დიდი value გამოუღო რა. როცა არის მაგის საშუალება, ყოველთვის push job-ია. ოდიში ვერ დავინახე რა მოხდა, ანუ raise-ი ვალეტები ქოლი. ნუ აქ ვალეტები ხა რა თქმა უნდა ყოველთვის ტრივეთია, მაგრამ ნუ შეიძლება რამე სპეციფიკური სიტუაცია იყო, რაღაცა მაგალითად big blind-ზე, small blind-ზე იჯდა ტიპი, რომელიც რაღაც ძალიან მანიაკია და ყოველთვის ატრივეთებს და მაგ დროს შეიძლება დაკოლა, მაგრამ რაღაც მახის დაგების დუხში, მაგრამ ზოგადად ნუ რა თქმა უნდა ტრივეთია. ოპონენტი ჩეკავს, კი ბატონო, ჩორებად ნახევარი პოტი შეიძლება. რეიზი, აი მილიონი დრო არის. რაღაც დროებს ჩვენ ბლოკავთ, ანუ ფლეშ დროებს ჩვენ ბლოკავთ, სტრიტ დროებს ჩვენ ბლოკავთ, ბაზარი არ არის, მაგრამ ისეთი უშნო გადაწყვეტილება, უხერხული სიტუაციაა, რაც რთული გადაწყვეტილებაა საკმაოდ აქ გაგრძელება, იმიტომ რომ ანუ ოპონენტის რეინჯი დროუ ხელებს ძალიან ბევრ ჩვენ თვითონ ბლოკავთ რა. ეგ ტეხავს. და ოპონენტი თამაშია ჩეკვასი რივერზე, ხო? დაჩეკა, ჩვენ გავედით. ნუ ეს იდეაში value bet-ი იყო, value push-ი იყო, როგორც მივხვდი? ალბათ რავი. black push რა აზრი ქონდა ხა აქტუზი. ანუ შეიძლება ვიფიქრებ კაროლი შეიძლება დაეყარა? რაღაც flash card-ზე და იმაზე. რაღაცა flash card-ი ტუზი რომ მოვიდა, კაროლი შეიძლება დაეყარა, მაგრამ ნუ ეხა ეს push-ი 1/13-ია მაინც და არ ვიცი. შეიძლება ჩეკი აქვს, მე მგონი შოუდაუნ-ველიო იყო და აქ ჩეკი ჩვეულებრივად შეიძლებოდა რა. მე მგონია კაროლი ხშირად დაკოლავდა ძალიან. საკმაოდ დიდი ვიდეო გამოვიდა, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა, როგორც წინა ვიდეო, ასე რომ მადლობას გადავუხდი, ვინც გამოგვიგზავნა ეს ვიდეოები, გაიხარე. მართლა კარგი ისეთი დინამიური დარიგებებია და საინტერესო ამის ყურება.
ნუ ჩვეულებრივად სწორად არის ყველაფერი გათამაშებული, ეხლა ჩვენ ვიყავი არო კომენტარებდი, მაგრამ ნუ კი ბატონო რა პრეფლოპიდან სწორად მივდივართ და ეხლა ეს რეიზის სწორია და ეხლა კიდე რეიზის თუ იქნება, კიდე უფრო სწორი იქნება ჩემი აზრით. ნუ მაგრამ კოლი, აი ეს კოლი არ მოწონს და წეღანაც ვილაპარაკე, ბევრ დიდხანს არ გაჩერდები, უპოზიციოთ ვართ და რივერზე უკვე აქ ჩვენი ხოდია. აქ დაჩეკვა არ გვინდა, იმიტომ რომ ოპონენტმა შეიძლება დაჩეკოს თვითონაც და დონკი კიდე ძალიან ძლიერია რა, ეგეთი თემა. აი ხა ამ ფუშზე ბევრად უფრო სუსტი იქნებოდა თერნზე ჩვენი ფუში რა, მაგის თქმა მინდოდა რა. 1000 რამეს მონახავდა თერნზე ცალი კარტით სასტრიტეს, რაღაც 1000 რამეს მონახავდა რითი გადაიხდიდა თერნზე რა. და რივერზე თან მithumetes თუ რაღაცას კერი კარდი მოვიდოდა და უშუალოდ დამა ვალეტი 7-იანი თუნდაც ტუზით არ იყო მაინდა მაინც კაი კარდი. გაწყვილება იყო მაინც და შეიძლება რაღაცა ჰენდები გაუუფასურდა რა სიტყვაზე რაც ორი წყვილი რაღაც ეგ. რეიზი ტრიბეთი, კოლი ტრიბეთის. ეხა ესე დროს როცა საერთოდ ტრიბეთ ბანკში მეორე ბარელს იღებ, არ არის ასიამოვნო, მაგრამ ნუ ჩვენ კარგად ვართ მოხვედრილი ამ ბანკში და ჯერჯერობით ვაგრძელებთ, ნუ რივერი ჩვენია რა, სავარაუდოდ. ჩვენი რივერია რა. ოპონენტს აფშე არაფერი არ ქონა. აქ ხალხი იმენა ძალიან უტევს რა ერთმანეთს როგორც ხატო. წავედით ტრიბეთი, კოლი. აგრესიის გაგრძელება აუცილებელია ამ ფლოპზე. დონკავს. კი ბატონო რა, მეგონი უნდა გაისტეკო. სხვა რა გზა. იმ ოპონენტის მხრიდან ძალიან არ მომეწონდა ეს გათამაშების ხაზი. ცხიანი გაწყვილებაზე ტუზდა მარატონა გადონქო. არ ვიცი რა. თუ რეიზით უნდა თამაში ფლოპზე და რეიზებინა რა. მოკლედ დავამთავრეთ, თითქმის 1 საათიანი ვიდეო გამოვიდა, საკმაოდ საინტერესო ვიდეო იყო. რავი, რა შეიძლება ითქვას. ეს ზუმი საერთოდ არის ცოტა უფრო ისეთი დისპერსიული და დინამიური დისციპლინა. დარიგებებზე შევამჩნიეთ, საკმაოდ დიდი სვინგებია აქ და საკმაოდ ისეთი თამაშია, ასე ვთქვათ, უფრო ესეთი ანუ მოთამაშეების წაკითხვას და კონკრეტულად რაღაცა ფიშზე დაჯდომას და რაღაც სელექტს და რაღაც ეგეთებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ანუ რეინჯების სწორად წაყვანას და საიზინგების სწორად წაყვანას და ეგეთ რამეებს. ანუ უფრო მათემატიკურ და უფრო ასე ვთქვათ თეორიულ ნაწილს აქვს დიდი მნიშვნელობა თამაშის, ვიდრე დაუშვათ კონკრეტული კარგი ოპონენტის მოძებნას იმასთან პოზიციაში დაჯდომას, რაც იდეაში კლასიკურად ბამჰანთინგსაც ეძახიან, კლასიკურად რაც არის რა პოკერში შემოსავლის წყარო. აქ უფრო ისეთი სპორტული სულისკვეთება არის რა, მაგის თქმა მინდა. შესაბამისად, ვინც თამაშობს ამ დისციპლინას, მაგისთვის უნდა იყოს მზად, მით უმეტეს ახლა NL50, რაც საკმაოდ მაღალი ლიმიტია და როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ ცოცხალი ლიმიტია. ჩვენი დღევანდელი გმირის თამაშის დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ რაღაც სიტუაციებში ძალიან კრეატიული გადაწყვეტილებები აქვს და ეგ ძალიან მომწონს და მაგრამ ცოტა ბევრი cold call-ი მომეჩვენა, მაგაზე ხშირად ვლაპარაკობ ჩემ ვიდეოებში. ზოგადად cold call-ი მაინდა-მაინც კარგი ოპცია არ არის, მით უმეტეს როცა დიდი რეიქის წეხია, ხა აქ ნორმალური რეიქბექი აქვს ამ პოკერდომზე, როგორც ვიცი, თან რაღაცა ლიდერბორდები და რაღაცეებია, ხა მაგ მიმართულებით რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად მაინც NL50-ზე ჯერჯერობით ითვლება, რომ საკმაოდ დიდი რეიქის წეხია და ცოტა ბევრი ჰენდი, რომელიც cold call-ში გაქვს, მე ტრიბეთში წავიყვანდი ან fold-ში რა, უბრალოდ ეგრე გავანაწილე და cold call-ს უფრო შევავიწროებდი იმის ხარჯზე, რომ რაღაცებს დავყრიდი, რაღაცებს დავატრიბეთებდი, აი ეგეთი ბონდია რა. კარგით, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, რავი, აბა თქვენიცით და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში.